ნაკეთობები ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში უფრო ხშირად კი ნიდერლანდებში იფინება. Მისი ნამუშევრები დაცულია 100-ზე მეტ მუზეუმში, გალერეასა თუ კერძო კოლექციაში. წლებია ოცნებობს, რომ თბილისშიც გამოიფიქროს დაინტერესებული პირები მისი შემოქმედების ნაწილს დედაქალაქში შეაფასებენ კვირას. ორივე ის ქართული სახვითი გადაღების მუზეუმში დაიწყო ექსპოზიციას. სწორედ გამოფენის ჩამოვიდა და სტუდიაში ვთხოვეთ, რომ შემოგვიერთდეს მხატვარი, რესტავრატორი გოჩალაძე. მოგესალმებით. მადლობა სტუმრობისთვის. ძალიან დიდი პატივია თქვენთან შეხვედრა. და სხვათა შორის მინდა აღნიშნო, რომ ჰოლანდიაში მის ნამუშევრებს არა მხოლოდ მის ნამუშევრებს თავად საქართველოს ისე აღიქვამდეს მიმართავდა. რა თქმა უნდა და ეს არის პირველ რიგში ჩემი ძალიან დიდი პატივისცემა. ასე. სალამით. თქვენ ახლა წარმოვიდგინეთ თქვენი ნამუშევრები, ძალიან დიდი მადლობა რომ მოგიტანეთ. პირველ რიგში მინდა რომ ოფისისთან გაგვაცნოთ თითოეული მათგანი. ხო, მე რაღაც ბევრი კითხვები გამიჩნდა ნამუშევრებთან დაკავშირებით და ცოტა რომ მივიწია წინ დავთავენ ამის ნებას აი ესე რომ ვაჭერჩაც აი მაგალითად რომ დავიწყოთ პირველად ამ ნამუშევრიდან და ამას ყველაფერზე თითოეულ ნამუშევრს თავისი ისტორია აქვს რა თქმა უნდა და სანამ გავხსნით და მის ფოლადს დავხედავთ რიცხვის შემდეგ რაც ეს რიცხვითი დავკრუტი ნამუშევარი შესრულებული, შიგნით ფოლადი კიდე რაღაც პატარა შეხებია, რომელიც ძალიან საინტერესო ყოველთვის თავის სახელი აქვს. აი ეს მაგალითად პირველ რიგში ეს ნამუშევარი და მე ერთი რომელიც შევთვალებს ჭრის ერთ-ერთი ნამუშევარი, ამის ცოტა მოგვიანებით დავამხელთ. მოგესალმებით პირველ რიგში დიდი მადლობა მომწვევისთვის. ჩემი ეს კოლექციის ერთი ნაწილია. აკუთვნებული თბილისში წამოდი. ეს ნაკეთობა პირადად არის თბილისური სტილის ხანჯალი. ესეთი შემდგომში იყო ელექტრის ეპოქაში, მიანდა 19 საუკუნის ბოლოს, 19 საუკუნის დასაწყისში. ესკიზი ეს ასლი არ არის, ეს აბსოლუტურად შემჩნევია, თუმცა რაღაც მიახლოებული მიხარებოა, იმიტომ რომ მაინც ტრადიციული სტილში რადგან არის აგრეთვე ჩარჩოების გამოსხივება და ფანტაზიის თუმცა არის ელემენტები. თვითონ ნაკეთობა არის შაშან 2023 წელს აიღო Best Art Knife-ი ჰოლანდიის ნამიბის შოუზე. არის ვერცხლი, სევა და ჭრა და რა თავარია კიდე ფოლადი იარაღი არის საუკეთესო იარაღი. რა მეტალია ესა? ეს არის კომპლექსური ფოლადი, შუა გულარი არის. აი სწორედ ეგ მაინტერესებდა, ის შეხები რაც არის გაკეთებული ყველაფერს თავის სახელი აქვს. ბაწარაულის ეძახიან. ბაწარაულის საერთაშორისო ტერმინია. აი რო ვაჩვენოთ მაყურებელსაც თუ მე ეხლა ამდენი არ ვიცოდი ამის შესახებ, რომ აი თუ შეიძლება ძალიან უთხილდები რაღაცა ხელით შეხებას ამ სამუზეუმოს მონატერია მაინც და წერან ჩვენი მეგობარი ვას მხატვარის ფრთხილად და როდუნებით ალაგებდა ამას რომ ეს შეხება ვერ გავუბედე. აი თვითონ შეგვიძლია კი და აი თუ დააკვირდებით ახლა მაყურებელს მინდა უთხრა რომ აი ეს შუა ნაწილში ეს ხაზი რომელიც გაზდას მთლიანად აი ამ ხანჯარით დავარქვათ სატელვარი ბაწარაულს აი ამ სტილს ბაწარაულს ეძახიან ხო აი ესეთი ნამუშევრია საოცარი და არ ვიცი იცით რა საინტერესოა კიდე აქ მარტო ერთი არ არის რა თქმა უნდა წარმოადგენელი რამდენიმე არის 5 და აი ეს რაც ჩემთვის ძალიან ისეთია ისტორიასთან ახლოს. როდესაც ამ ქმნით აი ამ შედევრს. მაშინ ისტორიასთან მიხართ ახლოს. თვითონ იქიდან იწყება თქვენი ამ კეთების მუზამურის ისტორია. ეს ამას თავის ისტორია რა თქმა უნდა 2009 წელს ვიყავი ეროვნულ მუზეუმში მივინებით ჰოლანდიის საგარეო საქმეთა დამოფინანსება და იქ აუქეთ რესტავრაცია 11 ნივთს მათ შორის თავარი მეფის ზარდახშას. ეს იყო ერთ-ერთი ხმარი ბაგრატიონების ოდენობის შესრულებაში, რომლის რესტავრაციაც შევასრულა და შემდეგ ისე მომეწონა თვითონ ნაკეთობა, რომ
მისი დარი შევასრულე ეს არის ქართული პროგრამა. და ეს კიდევ ასლია თუ ეს თქვენ აი სტილი ჩიტებით არის, ჩიტების პროგრამებია, ეს მომეწონა ფრინველები მიყვარს, საერთოდ მომევა და ის და ასლი არ არის. უბრალოდ შთაბეჭდილებით არის შეგიძლია მივხვდებით რომ განსხვავდება, ხო? და ხო, სწორი აღნიშნა იყო, აი ნახეთ, არა, მიგიშილია, მე იარაღებთან ძალიან ისე მორიდებით ვარ ხოლმე. ნახეთ, ხო, აი ჩემი ხელი ახლა ძალიან კარგად ეტევა ამ იმაში, არში. ხო და ამაში არის დატანილი კი, რა თქმა უნდა, მინაწერიც აქვს ან ფოლადზე მოოქროვილი ოქროს ასოებით. აი ესე ვიზამ ხო ეს ინკრუსტრირებულია ეს აი ეს უფრო კარგად გამოჩნდება ხო როგორც მივხვდი ყველა ასო შიგნით არის ჩასმული ხო და რა წერია ლექსია წერია ეს არის პოეტ ყობაჯუბურიძის მიერ დაწერილი ლექსი ზუსტად ამ ხმის ესე იგი ხმალი თავის თავზე ყვება ისტორიას გორდახმალი ჩემი და არის სიცოცხლეში არის განა ოხტაურად სატორღვები კურთხეულ ვარისგან ეს მიანიშნებს რომ ბაგრატიონების ეს თვითონ ეს და რასავსარი ქმნილება, იმიტომ რომ რაღაცნაირად მართლაც რომ მისი მოვარაყებული ეს ზედაპირი, შემდეგ დატანილი ძვირფასი ქვები, ძოწებია, ხო? ეს ლარია და ის ძოწები. ეს რასაც ხედავ. მაგრამ ნახეთ მერტო ჩემ როგორ უნდა ჩავდო ხო? აი ეს. რა თქმა უნდა ჩვენი ხა კიდევ ნახავთ და დავათვალე ზოგადად მინდა ჩვენს გაყოლებას ახსნათ ერთი რამ რომ მე ძალიან პირველი წავიდა ეს შესახებ საერთოდ პირველი წელი გადავიდეთ თვალს რაც კი ვრცელდება თქვენს ინფორმაცია იმიტომ რომ მე ვხვდები რომ ევროპაში სადაც თქვენ თითქმის 30 წელიწადია ცხოვრობთ უდიდეს პოპულარიზაციას უკეთებთ ქართულ ხელოვნებას ჭედურობას აი ჩვენ ახლა ვადევნებთ სხვადასხვა გოჯას ნამუშევრებს თვალს და არ მინდა ჩვენს მაყურებელს ეგონოს რომ ის მხოლოდ ამ იარაღებს ქმნის რაც არის წარმოდგენილი არამედ სამხედრო აღჭურვილობა იქნება თქვენ ხედავთ ახლა სწორედ ეკრანზე თქვენ თვალი თქვენს შექმნილ აბჯარს და რაც ყველაზე მთავარი არის ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი შეკრეთები შეისრულებიათ თქვენ აი თუ შეიძლება რას გამოარჩევთ რა არის ხოლმე უფრო ინტერესი და რატომ მოგმართავენ თქვენ? საქართველოს დავიწყებ, პირველი უდიდესი დაკვეთა მქონდა ბატონის ურაბ წერეთელის დაკვეთა 21 წელს უკვე მაშინ დამკვეთა ხელშეუხებელი ამჟღავნების ტრიანი ანალები კომპლექტი და შემდეგ ეს რომ მიუტანა ეს მოეწონა ძალიან და მითხრა ეს გამიდიდე ორჯერ ესე გორიათის ეს იყო პირველი შემდეგ გამორჩი უფრო ჰოლანდიის სახელმწიფოს დაკვეთა თავდაცვის სამინისტროს დაკვეთა სამხედრო მუზეუმისთვის დამკვეთა მაურიცო ორანელის საჭურველი და რომ კითხვა დაისვა იქ 2 წელი და ჰოლანდიაში რაც ცხოვრობდი და სხვა საწყვილს ეს ეროვნული დაკვეთა რომ ესეთი პასუხი იყო რომ 10 წელია ვეძებდო ოსტატს რომელსაც მინდა დავავარდოთ ესო და აქ ეს ჩვენთვის არის უნიკალური აღმოჩენა. ალბათ ეგ იყო მიზეზი რომ რაღაც მოწმოთ თვითონ უბრალოდ რომ ნახე შემოქმედება იფიქრეს რომ აი მოდი ეს პროექტი გამოვხორციელო და ჩემთვის უდიდესი გამოცდა ხوار მოგიწვა. აბა როგორი გამოცდა იყო? თან ძალიან დიდი ნდობით უნდა იყოს აღჭურვილი ასე. ხო და ნუ როცა გაინტერესებს თან აბა როგორ რას საკეთებს და ამ დროს ჯერ თავდაცვის სამინისტროს ხელშეკრულება იყო 20-ზე გაწერილი, აი ასოები ჩემი გვარი უნდა დაწერილი იყო უკან, ჩაჭედილი და რამ სიმაღლე უნდა ყოფილიყო მილიმეტრებში ეგეც იყო და გამოსვლა ის იყო რომ 4 ეს ერთი აბჯარი გაყვეს 4 კონტრაქტად. პირველი იყო მუზარადი, რომელიც შემდეგ კომისიას უნდა ენახა, შემდეგ მაძლევდნენ გაგრძელდა მეორე კონტრაქტს უკვე კერდი და ჟურგი და სპელის აი ფრაგმენტები სხვადასხვა დროს უნდა შეგესრულებინა. კლავები და ხელთათმანები და მეოთხე იყო ფეხის საცავი ხო ეს. საცავი
და გამოცდა ეს იყო, რომ ერთლიანად აღმოჩნდეს, რომ აი მაინც კონტროლის ქვეშ ყოფილიყო მაგ, თუმცა უზარადის შემდეგ აღარ ქონდა რაღაც კონტროლების შემოწმება. ეს იყო ასევე საათობრივად, რომ მეწარმოებინა პირველი დღეში ამიანი და იყო თითქოს 2000 საათი ანუ ხო, ამის კითხვაც მინდოდა რაღაც მომენტში, ეს მუზარადის შექმნა, თვითონ იგივე ჯაჭვის პერანგის, რომელიც თქვენ ახერხებთ და აკეთებთ და